იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ოჯახური კონფლიქტი. აუ დავაი რა, რას მომენტი აქ რა, მომად გააქ რა. ამას იყურე ერთი მართა რა. დავაი მეთქი დაახვიე რა, რა. იცი რას გეტყვი, ჩემ შვილს არ გაჩვენებ, არც შენ და არც იმ დამპალ დედაშენს რა. ამათ უყურე ერთი რა, თქო რამე ერთი გეშავა. გამოიყვანე, უნდა წავიყვანო, ეხლა მე ბავშვის გატან ზუსტად რა, 2 დღე ყავდა ბავშვი წაყვანილი რა. ბავშვის ელასტიკების გამო ვაგზაზე გავედი რა. 30 ვარად უყიდა იმენა მაგარი ვარდისფერი ელასტიკი რა. ამოვაცვი ბავშვს, გამოუწყებე, გამოუშვი რა. და თქვენ როგორი ბავშვი დამიბრუნეთ უკან. ბავშვს ელასტიკები ქონდა მუხლებზე გადარღვეული. უბინძურესი იყო, იმიტომ რომ თქვენ მაგარი ბინძურები ხართ. მაგ ელასტიკს მე 35 ვარზე ნაკებად ვეღარსა ვეღარ ვიყავ. ეხლა ცოტა ნორმალურად ილაპარაკე შენ პატკუ. აჩვენე დავაი დაახვიე დედაშენთან რა ამას უყურე რა ბარ დავაი დაახვიე მე ნუ მეზობები ბაჩუნა ბაჩუნა არ არის დაახვიე მეთქი დედაშენთან გითხარი რა ეს დაგივარდა პატკუ შენ ამ მივიდა უკვე რა მე ეხლა შენ ცოტა ნორმალურად მელაპარაკე თორე მე კი ვიცი რა თორე დედაჩემს დაუვარ ვაიმე დედაშენმა ფეხები არის მომაკავნიტოსა რა დავაი დაახვიე დედას გოჭო კაცო შენ რა გოჭო მწყინს დედას გოჭის ამას დედას გოჭის ვეძახი რა დედა მოდი ეხა ბავშვთან ვარ მოსული და არ მატანს ეს ქალბატონი არც მაჩვენებს ხო მოდი დედას დათვიხარ იმენა მაგას გოჭი ჯობია ისევ ხარ დედას დათუნია ხარ დრუნჩა ბიჭო რა დრუნჩა ახლა ზედმეტი არის ბატონო მე ჟურნალისტთან მაგ დარეკილი ჟურნალისტი მოვა და ის ჟურნალისტი გარკვევს რა ოჯახი ხარ თქვენ რა ბანკები და ბინძურების ოჯახი რო ხარ რა ეს გადმოვარდა პატარა დავაი რა დაახვიე რა გამარჯობა დაიკო მოდი კითხო მოდი რა წერენ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით კი მე ვიყავი რა აი ხა შენი თვალით ნახავ აქ რა ოჯახია ვინები არიან და ნახდება რა მიღებ ხო გამარჯობა საქართველო აი ახლა ნახე შენ დედაჩემსაც მოვიყვან და მოვიდეს ახლა ეს მოიხმას ახლა დედამის იცი რა მოხდა მოკლედ ჩემი შვილი გავატანე 2 დღით რა ბავში ლამაზ და ჩაცმული გავატანე და ბინძურად მომიყვანეს რა და მე კიდე არ ვიმსახურებ მაგას რა ხო და აღარ ვანახებთ რა იცი რა იმიტომ რომ ბავში ნაცემიც იყო რა და მორჩა წერტილი დავსიმანდრა ხო ხუნის არა კაი დედა მოდი დედა გამარჯობა დედიკო სად არის ჩემი ნიკუშა მაგას ენაცვალოს ბებია დამანახი ბავშვი მოგესალმებით დედა თქვენ დედამთილი ხო დედამთილი ანუ რა არ ნახავ ნიკუშას არ განახე მე შე რა იმიტომ რომ არ განახე მე ვარ დედა მე ვარ ქალი და მე ვარ გოგო კი ბატონო დედიკო მაგრამ ნიკუშა არის ჩემი შვილი მაგი გადაიღე ძალიან დედანაცვალი თქვენ დედამთილი ბრანდები კი დედიკო მე ვარ დედა ანუ რას მოითხოთ თქვენი ძლისგან და ან ძალადობას თუ ქონდა კი დედიკო არა დედიკო არავით არის ძალადობა როგორ გეკადრებათ გენაცვალე გადაიღე ძალიან გქოთ მაის შენ გენაცვალე მე შენ ყუნის დედიკო ყუნის ძალადობა არის გადაიღე შვილო არანაირი ძალადობა დედი მაგი მაგდაგვარი რამე ჩემ ოჯახში არ ყოფილა დედიკო თქვენ გაიხარით მაგკითხვისთვის რომ ახლა მე 100 წელი მომეცა ეს კითხვა სიცოცხლის რომ დამისვი თქვენ რა ის ძალადობა შვილო რა ის ძალადობა ახლა ნერვიულობ დედიკო რა ვაგეკადრებათ მე დედიკო ახლა მე ვარ მაგი ძალადობა იყო მაშინ მურვანყრუს დროს დედიკო გადაიღეთ შვილო მე ვარ პედაგოგი დამთავრებული ინჟინერი მექანიკოსი მხატვარი მოქანდაკე დედიკო მე ორი შვილი ორი ბიჭის დედა ორივე რაგბისტელი ახლა ორივე მუშაობ ერთი არის ფეხბურთელი დედიკო ორი ვისა ერთი არის ის მხადავშიკი დედიკო თემასთან ორივე ხონდა წარმატებით გაიგცა მე ვიყავი პროფესიით ის გუფხელი მთელი 1 წლის მანძილზე დედიკო თემასთან ახლა აი შინასი გამოგოც ახლა საპარაკობს ფეხბურთელი იყო გადაიღე შვილო გეხვეწებით თემასთან ახლოს ვარ დედიკო კი ბატონო ესე იგი მაყენებ დედიკო ყოველდღე მიწყავ შვილო დამარ თქვენი ძალი კი კი დედიკო კი მთელი დაგდება ფეხზე დედა რა ვარც არის და როგორც არის ცებს დედიკო ბინძურო მეძახის მაგი ჩემი ძალი მე უთხარი თამუნია თქო დედიკო რატომ აყენებ შეურაცხყოფას გო ცემა შვილო ცემა გადაიღე შვილო ბინძურო დედიკო ბინძური ხარ და მაგიტო ბინძური ხარ მე რანაირად ხარ დედიკო ბინძური ამზე და სახლა როგორ ჩაცმული რომ აქ ახლა ესე და ამას მეორე გადაგიხსნა აღარ იმას ვიზამ კი ბატონო დედიკო ბინძურო მისი დედა შვილო უპატრონოდ გაზდილო დედიკო რა ვარც არის დატოვა აგი დედაბოზი მამაბოზი მისი მამა
მე დეგიც რაღაცები აღარ არასოდეს რა. შენ მეორე ცოლი არის მისი. თქვენ აღი არის ძალა. ამა კი დედიკო კი არა დედიკო რა იზალადო რა ვაგეკადრება დედიკო ახლავე გეტყვით ყველაფერს შვილო მე ინჟინერ მექანიკოსი სუფთა ქალი წკრიალა მისღებს შვილო ჩემ ახლა ვიყავს თქონდა დაბადების დღე გადაიღეთ მაცივარში ბავშვს თქონდა დაბადების დღე დედიკო ჩემი ჩემს დედიკო გვიწყავს შულის ტყულის რაზეზე მე ტყულის როდის წამები ჩემი შვილი ყავს ნაცემი ჩემი შვილი ყავს ნაყინის გამო ყავს ნაცემი ჩემი შვილი ნაყინის გამო ყავს ნაცემი და ორი ბიჭი მყავს დედიკო ერთი წუთი შვილო ორი ბიჭი მყავს ორივე ფეხბურთელი ერთი რაგბისტი ერთი მოჭადრაკე დედიკო აგესაც ამასაც ეს არის 22 წლის ჩემი ისა ზურიკო ამასაც თავმოყარეობა აქვს დედიკო მიწყავს დედა ქსელს ამასინა დედა არ მინდა რაც უთქვა თქვენ გაიხარეთ რომ ახლა მოხვდეთ იცოდეთ გადაიღეთ აქედან ამოჭრილი არაფერი არ ყავს თუ მოგივარდებით მე მიყვარ ძალიან თქვენ რატომ არა დრალი ხალი ხარ კი შეურაცხყოფა ხო ნახოს არ უნდა იყვნენ რა არ უნდა იყვნენ რატომ არა ელი ვანი დადგება ფეხზე ერთხელ მეცა შვილო არ ვიცი კიდე კაი ბუზგალდერი თვიყავი ჩემო მახრიძა შვილო ასე ვიდექი ჩემთვის ზაჯვარედინზე თუსი კიდე ბუზგალდერი შვილო გადაიღეთ გეფიცები ბავშვს რატომ არა ეგრე არ ყოფილა ბავშვს რატომ არა იმიტომ არ ვანახებ ბავშვი არიან ბინძურები გავატანე ბავშვი ახალნაყიდი ელასტიკები და მომიყვანეს გაბინძურებული ბავშვი და ხო და მაგასთან ერთად კიდე იცი რა ქრა ნაყინზეა საუბარი და გადაიღეთ ნაყინი უყიდეს ერთი ცალი და მეორე რომ მოითხოვა ბავშვმა მაგარი იცემა ბავშვი რა ჩალურჯებული ბავშვი მომიყვანეს რა რატო მიზეზი რა არის რა შენ კარგი გოგო ხარ მაგარი ხალი ხარ რა დედიკო შიშკარი შენ ახლა ბავშვმა მოინდომა ნაყინი მივეც დედიკო წამოკრა ფეხი ჩავარდა კლაპოში დაარტყა ცოტა სისხლი წამოვიდო ბავშვი თვითონ დედიკო თვითონ რო არ უნდა ბავშვი წაგვარდა შენ როგორ შეიძლება მე რო ჩემი ნიკუშა თამუნია თქო რამდენჯერ უთხარი მეთქი დედიკო თქო მაგისი დედიკო გადაიღეთ მაგისი მამა არის პატიმრობაში მაგას ლიშვენია ქონდა მის მამას და ბაბუამისი იყო ბოქსიორი და ურტყავს შვილო ურტყავს არავის ბოქსიორია შვილო იკვინე არ არის ასე ბაჭი შენ ჩემი შვილის ბები აღარ იქები არასოდეს მორჩა ბები აღარ ხარ შენ ჩემი შვილს არ გაჩვენებ არასოდეს რა იმენი არ გაჩვენებ არასოდეს რა მაგას რატო იძახი შვილო თუ გინდა ნაკირევებში გადავიდეთ ოღონდ დედიკოც წამოვა დედა შენი ასე დაწამოვა ოღონდ რა ვიდეო არ არის სწორი რა რატო უნდა წამოვიდეს ამის დედა რა მე მაგის გამო გამოვიქეცე ოჯახი და რომ ეს კაბოტონი არ ყოფილიყო რა მე მართას ვამბობ რა შეხომ ჯერა ჩემი ქალი ახლა მე გეტყვით რაღაცა ზუსტად ვიცი ახლა ჩემი შვილი ორივე რაგბისტი ორივე მოქანდაკე ინჟინერი ერთი მუშაობს რაგბის თავის პროფესიით დედიკო მე ვიყავ ყოფილი თემასთან ქალბატონი ახლა რას ვიზახთ მე ზუსტად ვიცი ახლა ამას რა გეგმებიც აქვს ჩემი შვილს თვეში აქ 1000 ლარი შემოსავალი ძალიან კარგად არის ბიჭი აწყობილი დედიკო ხო და ამას უნდა რომ ეს 1000 ლარი გადეხადოს ქირაში დედიკო და თვითონ დადგეს და იბოზოს მაგი არის მისი ის მართალია შენ დედა შენ ცოლქმრის ურთიერთობაში გთხოვნი ჩაერავი ახლა ბავშვი არის განერგიულები თქვენ ერევით ცოლქმრის ურთიერთობაში და ურევთ ყველაფერს კი დედიკო არა დედიკო რა ვაგეკადრება შვილო რაფერ შეიძლება რომ მე ჩემი შვილის ოჯახი ჩემი ნიკუშასი ჩემი ზურიკოს ოჯახი მე დავანგრიო არავითარ მე დედიკო დამემოწმება აგერ მთელი ვანი არის ფეხზე მთელი ვანი დადგება აგერ ის არაფერია რობლადო მოდი გენაცვალე მოდი რობლადოძია ყველაფერი ისე ილაპარაკე რობლადოძია კაცი ხარ კაცური კაცად ნახები რა მოდი ერთი წუთი აგერ რობლადო ახლა რასაც იტყვის იგი იქნება სიმართლე და დაიწყე რობლადო რა ოჯახი და ვინც არის ახლა რა ვარცავად გაზდილები რა ნაწოლებ ოჯახში და როგორ ჩვენ გაიხარეთ შვილო არ ამოჭრეთ არაფერი ანუ რომ გვითხრათ ანუ ძალადობის ფაქტზე თქვენ თუ შესწრები ხართ ან თუ ყოფილა ძალადობა გამარჯობა მე ახლა ანუ მე ახლა დედიკო მე ახლა რის თქმა უნდა რობლადოს მე ახლა ვიცნობო ამ ოჯახსო სიკეთითო და სიყვარულით სასე ოჯახიაო მისიო ისაო ბებიე ბაბუა იყო მეთევზეო და პირველი ნოშნასტი ყავდათო მათო ოჯახშიო მერეო რაწყო პრობლემები დაემართეთო და ეს ნოშნასტი გაყიდესო ამის თქმა უნდა და მთელი ვანი დადგება ფეხზე გასაგებია ქალბატონო მოდი რა გეკადრება თქვენ რომ გვითხრათ რა უფრო აი ძალადობაზე უფრო კონკრეტულად აი რა ფაქტ შესწრები ხარ ახლა მე ვერაფერს ვერ გეტყვი ისო იმიტომ დედიკო რომ მე ვცხოვრობო იქით ამათი ჭიშკრის იქით და მეტრანახევრი 150 მეტრის იქითო დედიკო ლიდიასო სახლის გვერდზეო ეს ლიდიას სახლიო ესო შეღებილი რომელიც არისო იმიტომ რომ ლიდიას გარდაეცვალა
დედიკო, კაიქანი იყო სხვადასხვა ლიდია. ჭიშკარის შეღებეს ლიდია დედამფრინო რო გადაეცალა, ახლა მაგი იყო ძალიან უხერხული. დედიკო რომ იმ შეუღებავი ჭიშკრი და რო უნდა გამოესვენათ. მასე მეცბა ახლა ჭიშკარის შესაძლებელი დედიკო ღვთისმადლი და რაც იქნება, როგორც იქნება. ორბი ჯგუფხელი ვიყავი მე. შვილო მოხანდა. ხო და რას ვამბობ? დიდი მადლობა, გასაგებია. დედიკო და ეს ჭიშკარი რო შევღებე, დედიკო არ არის ფული, მე ვაყოფილი ჯგუფხელი. გასაგებია, კავდები შვილო, არ არის მაგდენი საშუალება, თუ რა ვარ. მეკბინა, შვილო, მეკბინა. თქვენი ძალი გადანაშაულებთ, რომ ბავშვის წევეთ ნაყინის გამო. აი ამაზე რა სიტყვით? ტყუილი, მაგი დედა რა ვაგეკეთებ? ახლა მოგიყვეთ. არა, დედი, არა, რა ის და იცოდე, გაუშვით ეს ყველაფერი, არაფერი, მან დარჩაო მიყავს. ხოდიში, მე გავი. ხო, გადი შენ, დიდი მადლობა, ყოველ კაი ის იყო შენი ხოლმე წიშულის მადლობა. ხო და ახლა ჩემი ისა. მე დედიკო ახლა მე ეს ხო მეკმენდა და მცემდა, მე ურტყავდი შემოთამუნიათ ხო? ვეფერები როგორც მე გოგო არ ყავს, მე ორი ბიჭი ყავს, რაგბისტი მოჭადრაკი. ხო, კი, დედა, კი და ხო და რას ვიზახი, დედიკო ახლა ჩემი იკუშას დაბადების დღე ქონდა, გადაიღეთ, მინდა იქით არის ტორტი, გამომცხვარი სპაიდერმენია და ბავშვს უყვარს ალუბალი. დედიკო, წავედი, ვიქირავე, ძღოლი ავიყვანი, წავედი. აღდგომების წინადღე იყო, მოგეხსენებათ, ეხლა ალუბალი როგორი საშოვნელია, წავედი, ვიყიდე რომ ბავშვისთვის ახლა რა ვარც იქნება და როგორც იქნება თქვა, გაიხაროს დედამიწა, ბრუნავ, დედიკო, თავის დღეს გაჭირვებაა ქვეყანაში ხალხი. ამერიკაშია, დედიკო, წასული. გვიჭის ცემს, დედიკო, გადაიღე, შვილო. ანუ იცით რა, მე მათყუარა ხალი ხარა. მე მათყუარა ხალი. დადგება ფერსა. ბოროტი ხალი ხარ, ერთი რა. ბოდიშით ვეღარ ვიღებთ, იმიტომ რომ ვეღარ ვიღებთ, აღარ ყოფნის ადგილი და გამოვცვლით, ხო ჩიპს შევცვლით და მერე გავაგრძელოთ, კარგია. ბოჭა მე აღარ წამოვასად რა. ახლა რასაც ლაპარაკობ, რასაც ჩავწე, ახლა რაც მოხდება, ანუ ვეღარ გადაიღებს კამერა, მაგას მისით თქმა გინდა თქვა. არა, არ იღებს ახლა, არა. ანუ გაჩერდა ეხლა კამერა. გაჩერდა და შევცვლით და მერე გავაგრძელოთ, ხო? დაახოვიეთ და თემასთან ეხლა კამერა ამარიდა, შვილო ესე არის ქალბატონო, არა, დავაი დაახოვია ორი დაახოვია. ეგრე უნდა ზუსტად. შენ გაფაქსი. ბავშვი გამოიყვანე. სამწმია დედაშო, სალდონაში ვცხოვრობ. დედაშო, სალდონაში. დედაშო, მე უნდა აშეხო რა. სალდონაში ვცხოვრობ. არ მოგერიონ შედი. მოდი დედიკო მიკავია. შენ მე არის სანდონაში მაგარა უბაში ვარ დაბადებულ გაძრდილი რა. ამას უყურებდი და ვაფშე სხვანაირ უბაში ვარ დაბადებულ გაძრდილი რა. რომელ უბაში? სანდონაში ვაფშე ძალიან მაგარი ოჯახია, ყველანაირად დედაშენ, მამაშენ, ყველა ხალხი ყველა ერთად ცხოვრობდით რა. თხუნის აი ეგრე. ბავშვი გამოიყვანეთ, გოგო. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.